მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ცოცხალ სესიას და აქ ცოცხალი სესიის გარდა კიდე ვილაპარაკებ ლიდერბეთის შესახებ, რომელიც ჩემს საიტზე ჯერჯერობით არ ქონია. უბრალოდ ქონია, მაგრამ რაღაც დარიგებების გარჩევის ფორმატში და ცოცხალი სესიის ფორმატში არ ქონია. იმიტომ რომ მე არ თამაშობდი ხოლმე აქეთ, ძირითადად ანათაში ერთხელ შემარამე ტურნირი მეთამაშა ხოლმე, კეშს იშვიათად ძალიან. თან დავათვალიეროთ რუმი, თან თქვათ რა პლუსები და რა მინუსები შეიძლება ქონდეს და როგორც გამოგვივიდა პრინციპში უკვე აჭარაზე და კრისტალბეტზე, ანუ ფართი პოკერზე. ცოცხალ სესიებთან ერთად გამოვიდა რაღაცა ცოტა რევიუსავით და ლიდერბეტმაც რა დააშავა, ბარემ ლიდერბეტსაც მივაქციო ცოტა ყურადღება. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ ექშენი ერთ რუმში ექშენი არ ყოფნის ხოლმე რაღაც ლიმიტზე და რუმების გამიქსვა ნორმალური ვარიანტია ხოლმე რა. ეხა საღამოა უკვე ნელ-ნელა ექშენი ცოტა უფრო მოიმატებს ესე 10-ისკენ ალბათ, 9-ისკენ, 10-ისკენ, 11-ისკენ. მაგრამ უკვე არის ხალხი თითქმის საკმარისი, შეიძლება ითქვას. NL50-ზე ვარ ახლა ამ მომენტისთვის, სავარაუდოდ NL50-ს ვითამაშებ უახლოეს მომავალში ლიდერზე. და სამი მაგიდა მხოლოდ, სამი მაგიდა. კიდე არის რაღაცა ესეთი ლიმიტები NL30 მაგალითად, მოდი დავიმატოთ ეს მაგიდაც რა. დავიმატოთ. თუმცა არ მომწონს ესეთი ლიმიტები, სიმართლე გითხრა მე ფიქრობ საერთოდ მოსახსნელი არის, იმიტომ რომ რაღაცა ქაოსი იქნება ხოლმე რა, რუმში აქ NL40, NL30, NL60 რაღაცა და ამ ლიმიტებს ახლა თავისი რეგულარები არ ყავს რა თქმა უნდა და სხვა ლიმიტების რეგულარებს უწევთ. მაგ ლიმიტების გამიქსვა და საერთოდ არ იყოს ალბათ აჯობებდა ეგ. ალბათ არა, ყველა ვარიანტი აჯობებდა. აქ დავაუვლინებ პირდაპირ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ value push-ი მაქვს ჩვეულებრივი და კიდე თუ რამეა flash დროც მაქვს და შესაბამისად ბევრი მოფერება აღარ უნდა, მე მგონი პირდაპირ all-in იქნება აქ მისაღები. ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი Sony უფრო ძლიერ ხელსაჩვენებდა ვიდრე all-in-ი, ისეთი სიტუაცია იყო. აი მან ჯერჯერობით დაიდად ვითამაშოთ და რომს შევხედოთ. ეხა ტურნირების გრაფაში არ გადავალ. იმიტომ რომ ვიყავი და დიდი არაფერი საინტერესო ტურნირები დღეს არ არის, მაგრამ ზოგადად საკმაოდ ნორმალური სტრუქტურის ტურნირები აქვს რა ქართული რუმების კვალობაზე. თუმცა ნუ ბევრი რაღაცა აქაც გამოსასწორებელია რა თქმა უნდა. კიდე ერთი მინუსი რაც შეიძლება ითქვას არის ეს ფორმაქსები, რომლებიც მოსაშორებელია ჩემი აზრით. ზოგადად სასურველია რომ რუმს ესეთი მასშტაბების რუმს კონდეს ერთი ფორმატი მაგიდის, აი მაგალითად მარტო Six Max-ი იქნებოდა მისაღები. ამას ვისურვებდი და კიდე ერთი რაც თვალში მომხვდა პირდაპირ მინუსი ის არის რომ მაგიდებზე ჯდებიან მოთამაშეები მინიმალური ბაინი 20 ბლაინდით, რაც short stack-ებს ქმნის მაგიდებზე და რაც ნუ ჩემთვის ძალიან ხელი შემშლელია, ასე ვთქვათ, თამაში. ხო და თუმცა რა თქმა უნდა მთლიანობაში ამ რუმს დადებითად შევაფასებდი, ნუ ამ შემთხვევაში არ ვითამაშებდი აქ. და დადებითი აი პირველიაც ისეთი ძალიან თვალშისაცემია, ეგ არის რეიკბექი. არის ძალიან კარგი რეიკბექი. არის ესეთი დეპოზიტ ბონუსი, რომელსაც დეპოზიტის გაკეთების შემდეგ რაღაცა გარკვეული პატარა რიტუალის შესრულების შემდეგ ან მაგიდაზე დაჯდომის შემდეგ გირიცხავს რუმი, მაგრამ მაინც უნდა მიწერო მე მგონი ამაზე, იმიტომ რომ მე არ მივწერე ისე გავაკეთე და მე მაინც მომიწია მიწერა, იმიტომ რომ არ ჩაირთო და მე ჩამირთეს შესაბამისად წინასწარ თუ მიწერთ, ალბათ კაი იქნება. პირველი დეპოზიტის ბონუსი ზოგადად ახლა როცა რაღაც რუმში გადადიხარ, საერთოდ აი ესეთი ტრადიციაა რომ გადახვედი რაღაც რუმში, გააკეთე პირველი დეპოზიტის ბონუსი აიღე და თუ მაგალითად ამ გამომუშავების ანუ ბონუსის გამომუშავების პერიოდში მოგეწონა რუმი, უკვე მე მიიღებ გადაწყვეტილებას დარჩები თუ არა რა, როცა ბონუსს გაანაღდებ. ბევრი აკეთებს ესე სხვადასხვა რუმებში. ეს შესაძლებლობა აქაც არის. ჩვენ დაახლოებით ეს რაღაცას გავაკეთებთ, ნუ ჩვენ რა მე გავაკეთებ უახლოეს მომავალში. ვითამაშებ ცოტა ხანი, ნახოთ ამ ბონუსს გამოვიმუშავებ.
განსაკუთრებით დაბალი ლიმიტების რეგულარებისთვის, აი NLOC-დან ქვემოთ, აი აქ არის რაღაცა action-ი. ეხლა ამ დროს აი 3 მაგიდაა NLOC და ალბათ კიდე გაიჩნდება რაღაც მაგიდები. მოდი ავიღოთ თავში 1-2 ცალი მაგიდა NLOC-დან. ნუ ადგილი არ არის ჯერ. აი NLOC-იც არის მაგიდები და ზოგადად დაბალ ლიმიტებზე, მიკრო ლიმიტებზე თუნდაც NL50-ზე რაღაცა კაი რეიქ-ბეიქის შოვნა ძნელია. ან რაც რო დაბალია ლიმიტი, საერთოდ მით რომ მაღალია ხოლმე რეიქის წნეხი. მე ამ რუმს დავარავად ვითამაშებ ხოლმე აჭარასთან ერთად. ანუ გავმიქსავ ხოლმე რა. მაგრამ ეხლა ამ სესიას მოდი მარტო აქ გავაკეთებ და შესაბამისად მინდა კიდე 1-2 მაგიდა. აქ გათავისუფლდება ადგილი, დავჯდები. კარგი, რა შეიძლება კიდე ითქვას? ისეთი შემადგენლობებსაც შეეხება. მოდი შემადგენლობებს გადავხედავ უცბად. აქ ვინ არის? NLS-იც იხოდება ხოლმე მე აქ საღამოობით 1-2 მაგიდა. ეს ოპონენტი მე მგონი არის რეგულარი, მოდი მოვნიშნოთ თან დასაწყისისთვის. მოდი რეგულარად მოვნიშნოთ, რა NLS-ზე დასტარტა მაგიდები, სავარაუდოდ ტყილა არიზამდა. იდე ეს მოთამაშე მე მგონი ვიცი ვინც არის აჭარაზეც იგენიკია და ისეთ რაღაცა ნახევრად რეგულარო, ნახევრად რეკრეაციულ მოთამაშედ მოვნიშნავ რაღაც დაახლოებით ეგეთ სტილში თამაშობს როგორც მახსოვს. დანარჩენი აქ ეს NL30 მაგიდა სხვათა შორის ძალიან კარგი მაგიდა ჩანს მე მგონი. full stack-ებიც არიან. მაგიდებიც არ მეორდებიან. ან შეიძლება NL20-ის რეგულარები არის. უფრო ხო შეიძლება NL20-ის რეგულარები არის. აი, მე მგონი რა ნორმალური შემადგენლობა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც ჩანს რა. ნუ ხა არ იქნება ცუდი შემადგენლობები ყველა ვარიანტში, არ იქნება ცუდი შემადგენლობები, რატომ უნდა იყოს. მოდი აქ პირდაპირ რეიზით ვითამაშებ. მაინც ძალიან გადატვირთული ბორდია და ფლეშ დროები და 1000 უბედურებებია. ამას გავწევთ. ამას დავყური. პირველი დარიგებაც მოვიგეთ. შვენიერი დასაწყისია. რაღაც ფუნქციებით აჭარას მირჩევნია, სხვათა შორის. თითო სოფტი რა, სოფტი კარგი აქვს. მომწონს, მაგრამ რაღაცები არ მუშაობს. ეგ არის მინუსი. უკვე შევამჩნიე, რომ რაღაც ღილაკები არ მუშაობს და ეგ ეხავს. აი მაგალითად ავტომატური შესყიდვა კი არის, მაგრამ ხან იმატებს, ხან არ იმატებს. აი მაგალითად 99.9 რატომ აქვს ეხლა უნდა იყოს შევსებული, უნდა იყოს ყველა ვარიანტში. ესე იგი, მე არხზე გავაკეთე დარიგებების გარჩევის ვიდეოები და გამოწერება ანუ მოიწონეს ძალიან უყურეს და მოეწონათ, როგორც შევამჩნიე. საკმაოდ კარგი ფორმატია. კიდე ერთ ფორმატს დავამატებ, რომელიც იქნება ვიდეოს გარჩევა. ჯერჯერობით ახლა მე თვითონ ჩავიწერე ჩემი ვიდეო, NLS-ი, აჭარაზე NLS-ის ვიდეო ჩავიწერე, სადაც 6 მაგიდა ვითამაში დაახლოებით 50 წუთის მანძილზე. და ალბათ ეს რაღაც 1 საათიანი ვიდეო გამოვა გარჩევის ვიდეო რა. იმიტომ რომ ცოტა ავაჩქარებ ხოლმე ან რაღაც 2x-ზე ჩავრთავ ხოლმე და რაღაც საინტერესო მომენტებზე გავაჩერებ და დავაკომენტარებ ხოლმე რა. დაახლოებით ეგეთი ფორმატი იქნება. და მე იდეაში პერსპექტივაში სასურველია რომ რაღაც სიტყვაზე გამომწერების ისიც გავარჩიო ხოლმე რა.
ვიდეოები. აი დაგვატრიბეთ ამ პოზიციიდან, რადგან ოპოზიციად კარლოთიანს არ დავქოლავ აქ. და ფორბეთიც ჯერჯერობით ადრია ალბათ. აი რაღაც ენელოც ფოტოშოპის კიდე ერთი მაგიდა მოიხო და ჯამში რაღაც ერთი 4 მაგიდა მომენტაცის. საკმაოდ პერსპექტიული ენელოცია, როგორც ჩანს ამ რომში. 4 მაგიდა, 4 სავსე მაგიდა, ენელოცი, 6 მაქსებია თან. აი ხა ეს ორი, აი მაგალითად ეს ოპონენტიც გავს ენელოცის რეგულარს. მოდი მოვნიშნოთ რა, ჩვენი გამიდის. საერთოდ ენელოცის რეგია. აქედაც მოვნიშნოთ. აი კარგი იქნებოდა აქეთ რომ მოვნიშნავ, აქედაც ინიშნებოდეს. ეს აჭარასაც არა აქ ფუნქცია. ეხავს. კიდე ვინები არიან. აი ესეც თითქოს რეგულარი ჩანს. მოდი ჩვენ მოვნიშნოთ. და მე თუ რამეა მე მარკერის შეცვლაც არ არის პრობლემა რა. მოვნიშნოთ სავარაუდოდ ხო, აქ შვიდიანებით არ დავატრიბეთ ამ შვიდიანებს პირველი პოზიცია და თან გაზდილი საიზინგით არ ეიზოს მოთამაშე და შესაბამისად მირჩენია უბრალოდ კოლი. იდეაში წეტველი უზე, მაგრამ არა მარტო, ძალიან ისეთი ფლოპია, რომელიც უკეთეს რო ისურვებდა ადამიანი ეგეთი. ვფიქრობ, რომ ესეთი ინსტა ჩეკი რა შეიძლება იყოს, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ოპონენტმა დაყარა. აქ მე იდეაში ვიფიქრე, რომ შეიძლება რაღაცა ხელისწყვლილი ეჭირა იმასაც დაუშვათ რაღაც ვალეტები ან რაღაც ეგეთი გაზდილი საიზინგით ახლა არ ეიზებდა პრეფლოპზე და ეგეთი მე ინსტა ჩეკი ეისაიბორზე და ვიფიქრე, რომ 3 ბლაინდი რო გავედი, რივერზე კიდე გავაგრძელებდი რა, ანუ ორფსონს გავაკეთებდი, რომ მეორე წყვილები დაეყარა ოპონენტს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იყო კაპიტულაციური ჩეკი და ტყილა ბიწვალე მაგდენი უბრალოდ დაყარა ოპონენტმა პირდაპირ. აქ მივიღე კოლი. ვფიქრობ, რომ მეორე ბარელი აქ ველიუსი არ ამაქვს და შესაბამისად დავჩეკავ, ვეცდები რომ ჩემი ცხრიანი წავიყვანო შოუდაუნისკენ და ეს პატარა ფსონზე დავქოლავ. და რივერზე მგონია რომ ძალიან ხშირად იქნება ჩეკი, მაგრამ ძალიან ხშირად წავაგებ სამწუხაროდ დამასთან ან რაღაც ეგეთი. რა შეიძლება აქ ითქვას? აქ დაქოლვა მაშინ როცა ტუზყავი მე მიჭირავს, მე მგონი კარგი იდეა არ უნდა იყოს. გაზდილი საიზინგით არ ეიზებს მოთამაშე 5 ბლაინდით პირველი პოზიციიდან. რა, მე მგონი აქ სტანდარტული ტრიბეთია 10-იანები ზოგადად, უბრალოდ აი ესეთი გაზდილი საიზინგი რო არის, ეგ მაფიქრებს. ყველა ვარიანტში ხო აქ დავყაროთ მოდი რა. ფლეშ დროს მე ბლოკავ და რავი, სხვა რა შეიძლება იყოს. ვფიქრობ, რომ ხო, აი ნამდვილად რთული და მოუხელთებელი საიზინგი იყო ოპონენტის მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავიდანვე მერჩინა გამერკვია ჩემი 10-იანებით სად ვიყავი დაახლოებით და რომ ასე ვთქვათ, მე რთული გადაწყვეტილებები არ მიმეღო პოსტულ გათამაშებაში. შესაბამისად ტრიბეთი მირჩევნია. კარგი. წავედით, გავაგრძელოთ აგრესია ჩვეულებრივად აქ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამესთან წინ ვარ და აი მინრეისთან უკვე მგონია, რომ უბრალოდ დავყრი, აქვე დავყრი. ანუ არანაირი აზრი არ აქვს დაქოლვას, იმიტომ რომ რავი, თერზე მივიღებ სავარაუდოდ კიდე ფსონს, რომელზეც მომიწევს დაყრა და ჯობია აქვე დავყარო, იმიტომ რომ ეკონომია გავაკეთო რა. ეს ტრიბეთი ახლა რა თქმა უნდა. აქ თავისი თამაშობს ტუსკაროლი, ბევრი საფიქრალი არაფერი არ არის. ეს მომენტი მინდა მოვნიშნოთ როგორც ის რეკრეაციული მოთამაშე. ესეც რაღაც ცოტა უცნაურობა ახასიათებს პროგრამას. აი ესე მოვნიშნავ. არ ჩანს ხოლმე. აქაც ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტი ტრიბეთი იქნება.
Razor-Late. კი არა, ნუ გასაგებია თავისი თამაშობს რა დიდი ფიქრი ამას აჭირდება, ესეც ეს ტუსკაროლიც თავისი თამაშობს როგორც წინა ტუსკაროლი. 4x-ი გავაკეთე, იმიტომ რომ პატარა საიზინგია. აქ მივიღო ბონუსიდან კოლი და ვფიქრობ, რომ პირდაპირ საკმაოდ მოზრდილი საიზინგით წავალ. გავაგრძელებ აგრესიას, აქ ძალიან ძლიერი ვარ და თუმცა მაინც აქვე მოგება მირჩევნია. ვიდრე equity-ის რეალიზება რა. დაემატა equity გაჩოტის სახით. ერთის მხრივ ვფიქრობ, რომ შეიძლება ესეთი შეკითხვა იყოს, რომ რამ უნდა დაყაროთ აი ამ turn-ზე, რამაც არ დაყარა flop-ზე და მაინც რაღაცა მოიძებნება სავარაუდოდ. მაგრამ მეორე მხრივ კიდე არის ის ფაქტორი. ამას უბრალოდ დავყოლი. არის ის ფაქტორი, რომ მე რო დავჩეკო და all-in მივიღო, ესეთი ძლიერი equity-ის დაყრა, ნუ დაქოლო ყველა ვარიანტია, მაშინ უნდა დავყარო რა. ანუ აქ all-in-სა და check fold შორის მაქვს არჩევანი და ვფიქრობ, რომ უკვე იხელა პოტია, რომ აქ მირჩევნია თან გაძლიერების შემთხვევაში მით უმეტეს დავაოლინო რა. ვფიქრობ, რომ აქ fold equity-ც არის და ვფიქრობ, რომ fold equity-ს გარდა კიდე საკმარისად ძლიერი ხელი გვაქვს, რომ ვითამაშოთ ტექსტზე რა. მაგრამ call-ისთვის არა. all-in-ისთვის კი. აქაც დააგურები. ოპონენტი გამოდის. ისევ მე ვბლოკავ იმას. ნუ გასაგებია ხუთიანების დაყრაზე რომ ფიქრობდა ოპონენტი, გასაგებია რომ აქ ძალიან ბევრი ხელი იყრებოდა რა. ანუ რეალურად ხა დამაც ალბათ არ დაიყრებოდა. მაგრამ აი უფრო ცუდი მზახელები, მაგალითად როგორც არის შეება ვალეტები ან რაღაცა მსგავსი. ან იგივე ტუსკაროლი კაროლ-ყვავით რო ქონოდა მაგალითად. ან შეიძლება ქონოდა კაროლ ვალეტი და უშუალოდ კაროლ-ყვავით. ან რაღაცა, ანუ ასე ვთქვათ, ისეთი ჰენდები, რომლებიცაც ჩემს წინააღმდეგ ქონდათ ესეთი საკმარისზე მეტი equity რა. შეიძლება ზოგთან წინ ვიყავი, ზოგთან უკან ვიყავი, მაგრამ საკმარისზე მეტი equity ქონდა, ძალიან ბევრი ხელი იყრებოდა ჩემი აზრით ამ სიტუაციაში. ასე რომ all-in-ი შეცდომა არ იყო. ნუ ამ შემთხვევაში ძალიან ძლიერი range დაგვხვდა ოპონენტთან. ხუთიანები, ანუ სეტი, რომელიც პრეფლოპზე ძალიან არასაჭირო ქოლი იყო ჩემი აზრით, ან 15 ბებე ხა ხუთიანებით დაკოლვა სეტოლიუზე. რამდენად გამართლებულია, არ ვიცი, მე ვფიქრობ არ არის გამართლებული. ან ოფიციალურად ვლაპარაკობ, არ არის გამართლებული ხო რა თქმა უნდა. ხუთიანებია რა. გავაკეთებ აქ იზოლირებას, მიუხედავად small blind-ისა, გავაკეთებ იზოლირებას. არ ვიცი რამდენად საჭიროა, მაგრამ ალბათ რავი, საჭიროა. დღეს რაღაც არა ვარ კაი ფორმაში მე მგონი რა. არა უშავს. რამდენი ხანია მიდის სესია? 20 წუთია. კი ადრეა. გავაგრძელოთ აგრესია, იქნება რამეს დავაყრევინოთ. გავძლიერდი, მაგრამ აი აქ არ ვიცი რამდენად ღირს აგრესიის გაგრძელება მიუხედავად გაძლიერებისა, იმიტომ რომ ოპონენტი სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშე უნდა იყოს. სავარაუდოდ რაღა და ლიმკოლი იყო პრეფლოპზე და შესაბამისად ლიმკოლერთან, ანუ მეორე ბარელის გასვლა, აი უბრალოდ სუიციდალური გადაწყვეტილება იქნება და დავანებოთ თავი. მithmes ეგეთი სუსტი დრო ხელით, როგორც არის wallet high flash დრო.
რატო ნიშნავს? აი, ორნახევარი დავარეიზოთ. ეს აჭარზეც გასასწორებელი მაქვს ეს ბედ სლაიდერი, რომ ორნახევარი მქონდეს, რომ კატოფზე და ბატონზე ორნახევარი დავარეიზო ხოლმე, მაგრამ სულ მავიწყდება. მავიწყდება კი არა, რაღაცა ვერ გავიგე, თან გავასწორო რაღაცა. ვერ გავასწორე ხოლმე რაღაც ცალე და აქ არის საშუალება და აქ ორნახევარი დავარეიზოთ. იზოლირება, რა თქმა უნდა, ამჯერად უკვე პოზიციიდან. ვიღე ერთი ქოლი და ერთი ტრიბეთი. ვფიქრობ, რომ ეს ტრიბეთი საკმაოდ ძლიერ რეინჯს მაჩვენებს. რომელიც წინააღმდეგას პოზიციაში უბრალოდ დაქოლვა მირჩენია ამ ვალეტების. 4 ბლაინდი რეიზის წინააღმდეგ დოზვალეთს უბრალოდ გადავაგდებ ამ პოზიციებში. და ამ ორი ქოლის მერე აქ ace high board-ზე ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად ჩემი ვალეტები აღარ ვარგა რა. მიუხედავად ორი ჩეკისა და შესაბამისად ვეცადოთ რომ გავათრიოთ შოუდაუნისკენ დავიყვანოთ. ხო, შოუდაუნზე და შოუდაუნ value hand-ზე გამახსენდა. ეხლა ვამზადებ ვიდეოს post flop action-ზე, სადაც ძირითადი ასე ვთქვათ აქცენტი გაკეთება c-bet-ებზე. თუმცა ძალიან post flop გათამაშებაზე ვილაპარაკებ, ანუ მეორე ბარადაც მესამე ბარადაც ცოტ-ცოტას რა, ანუ რაღაცნაირად ვეცდები რომ აი საბაზისო დონეზე ამოვწურო post flop გათამაშებები რა. პრეფლოპზე უკვე საკმარისად ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ. ერთი ვიდეო უკვე გვაქვს, სადაც ასე ვთქვათ, თლიანი პრეფლოპია, პრეფლოპ მოდელი განხილული და ეხლა ერთი ვიდეო იქნება, ესეთი ცოტა დიდი ვიდეო, სადაც იქნება საუბარი პოსტლოპზე. აი, უბრალოდ ძალიან ხშირად წავაგებ ამ სიტუაციაში, მაგრამ აი ქოლი მაქვს, რავი, აი 7 შემთხვევაში ერთხელ რომ მოვიგო, საკმარისია ამისთვის და შესაბამისად, რავი, ჯობია დავქოლო ალბათ რა. თან ეს საიზინგი რასაც ეს აკეთებდა, ხო, ეს რაღაცნაირი საცოდავი ბლეფები რო არის, ხო, ეს რეგრესიულ მოთამაშეებს ეს ახასიათებთ და ჯობია ხოლმე რომ დავქოლოთ რა. მაგრამ უბრალოდ ორი ოპონენტი რომ ყავდა, ორ ოპონენტთან ამხელა პოტში, ანუ ტრიბეტ პონჩი, რეიზოლეით პოტში უბრალოდ თუ ტუზი არცეთან არ იქნებოდა, ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენი არის ხოლმე რა, იმიტომ რომ ეხლა ტუზები უყვართ საერთოდ რეგრესიულ მოთამაშეებს და როგორც წესი ვინმეს ყავს ხოლმე რა. აქ ეხა მე მგონი ფსონიც მაქვს და შემიძლია ჩეკიც ან რეალიზაციას, ეკვიტის რეალიზაციაც შემიძლია და მეორე ვარიანტი უფრო მომწონს მე, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი გადატვირთული ბორდია, რომ fold equity-ს, აი დიდ fold equity-ს აქ ვერ ვხედავ, შესაბამისად მირჩენია იქნება რამე ჩემი კარტი ვნახო მეთქი რივერზე. მაგრამ ვერ ვნახე სამწუხაროდ. კაროლია ინ დავიცვათ. ხო, აჰა, და ესეთი რივერი, ესეთი საიზინგით მივიღეთ. ხო, და ეს კაროლიანი ამჯერად უკვე აღარ დავიცა. უბრალოდ გადავაგდებ. პირველი პოზიციიდან მოდის ისო გაზილის საიზინგით რეიზი. მე მგონი ეს ამ ადამიანისთვის ჩვეულებრივი რეიზია, როგორც შევამჩნიე. ანუ ეს არ არის გაზდილი საიზინგი კი არა, მე მგონი ისაც ესე არ ეიზებს რა. უკვე მეორე შემთხვევა თუ სწორად მახსოვს იგივე ოპონენტისგან, რომ პირველი პოზიციიდან არ ეიზებდა 4.5 big blinds. აქ ჩემი ტუზდამა ეხა აქ ისევ ანუ დიდად არაფრად ვარგა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უბრალოდ აქ ძალიან ხელსაყრელი პოტია აგრესიის გაგრძელები, ფლოპია აგრესიის გაგრძელებისთვის, მიუხედავად რომ არანაირი equity არ მაქვს, მაინც ვეცდები რომ მოვიპარო რა. ზოგადად სასურველია რომ უპოზიციო c-bet-ებზე რაღაც equity მაინც გვედოს ხოლმე რა, ანუ ეხლა ამჯერად რაღაც ერთი vector გაჩოტიან რაღაც ეგეთი შეიძლება მომსვლობა დავუშვათ turn-ზე და ეგ იყო ჩემი equity რა. მე ვფიქრობ არ არის საკმარისი, მაგრამ ძალიან კაი ფლოპი რახან იყო აგრესიის გაგრძელებისთვის, ანუ მშრალი ფლოპი. და თან king high ფლოპი მე ძალიან ბევრი ნაცი მქონდა მან რა, ანუ ტუზ კაროლები რა იდეაში. ტუზ კაროლები, ტუზები, კაროლები. აქ რა ხდება? მოდი ვცადოთ რომ იქნება რამე წავიღოთ აქ.
ნახევარი პოტი, ოპოზიციოთ სტანდარტული სიბეთი. შეიძლება 1/13 და ჯობდა 1/13 სავარაუდოდ. მაგრამ ოპოზიციოთ მაინც ცოტა გაზრდილი საიზიგით მიყვარს ხოლმე გასვლა რა. ხო, რაც შეეხება ვიდეოს გარჩევებს და დარიგებების გარჩევებს, ანუ პოსტ-ლობექშენზე იქნება ვიდეო, ანუ ძირითადად ფლოპზილაში ვიმუშავებ, ეხლა დიდი ხანია ფლოპზილაში არ ვიმუშავე, მე აი წლების მანძილზე საერთოდ სხვა თემებზე ვიყავი გადართული, ეს სხვა ვიდეოებში ვთქვა, თქვა, პოკერს თამაშობდი, მაგრამ ისე რა, უბრალოდ პატარა შემოსავლის მიღების სურვილით და არა რაღაც პროფესიონალური ინტერესებით. შესაბამისად, ეხლა გადმოვერთე 1-2 თვეა პოკერზე და ეხლა თავიდან ვიხსენებ რაღაც აი ფლოპზილაში მუშაობას და რაღაც ეგეთებს და შესაბამისად ცოტა დრო დამჭირდეს შეიძლება რამდენიმე დღე ამ ვიდეოს მომზადებაზე. ანუ პოსტ-ლობექშენზე იქნება ვიდეო, სადაც ძირითადად ვიმუშავებთ ფლოპზილაში. ბორდებს განვიხილავთ, სხვადასხვანაირი ბორდებს, ანუ შალი ბორდები, გადატვირთული ბორდები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სად რა საიზინგები ჯობია, როგორ ანაირად, დაახლოებით აი მეორე ბარელი, ლოგიკას, აი მეორე ბარელოდის უნდა გავაკეთოთ, აი მესამე ბარელოდის უნდა გავაკეთოთ და ვქეთ მაგ ლოგიკას, ну გარდა იმისა, რომ value hand-ები გვაქვს, სასურველია რომ ასევე გქონდეს ანუ დაბალანსებული რეინჯები და სწორედ აი დაბალანსების ლოგიკაზე ვილაპარაკებ. ასევე ვილაპარაკებ ზოგადად აი ამ კლასიფიკაციაზე, ანუ რომელი ხელი შეიძლება ჩაითვალოს რაღაც სიტუაციაში value ხელად, რომელი არის ბლეფი, ნახევარ ბლეფი, ანუ fold equity-ზე დარეიზება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი ეს კლასიფიკაცია. მაგალითად ახლა ხელის დაცვასაც ეძახოდნენ ადრე ესეთი რაღაცნა. ანუ იდეაში fold equity-ზე გაკეთებული ფსონებია, როდესაც ანუ შენ კი კარგი ხელი გაქვს, მაგრამ შენი ოპონენტის რეინჯიც ახლოსაა რა შენ ხელთან ასე ვთქვათ equity-ის დონეზე რა და მოკლედ ვცდილობ რომ რაღაც ფსონით დაარეგულირო ასე ვთქვათ ის ანუ არახელსაყრელი მათემატიკური პირობა დაუყენო ოპონენტს რომელშიც თუ დაკოლავს შეთვის იქნება ცოტათი მომგებიანი მაგრამ თუ დაყრის მაგაზეც არ იქნები უკმაყოფილო რა დაახლოებით ესეთი სიტუაცია ასევე ნახევარ ბლეფი სადაც შენ არა გაქვს ხელი მაგრამ გაქვს დიდი equity კიდე იქნება showdown value ხელები სადაც შენ გაქვს equity მაგრამ დიდიაში ისეთ range-თან არა გაქვს equity რომელიც გადაიხდის ანუ უარეს ხელები დიდად არ გადაიხდიან მაგრამ შენ მაინც გაქვს equity ანუ ამჟამინდელ range-თან გაქვს equity მაგრამ უკვე ფსონს რა range-ის გადაიხდის უკვე ანუ შევიწროებულ range-თან უკვე აღარ გექნება equity რა დაახლოებით ესეთი range არის showdown value ხო გასაგებია რაც არის და არის კიდე მშრალი რაღა და ცარიელი ბლეფი რა შიშველი ბლეფი რომელსაც ნუ არანაირი equity არ აქვს და უბრალოდ არის შიშველი ბლეფი და ზირთად შიშველი ბლეფით უფრო მიმართული ვიქნებით ხოლმე ესეთი single barrel-ებზე რა ანუ უბრალოდ flop-ზე როც დიწაღებას და თუ ვერ გაძლიერდი turn-ზე რა უბრალოდ check fold-ს ითამაშებ დაახლოებით ეგეთ დაახლოებით ესეთ რამეზე ვილაპარაკებ ოღონდ ცოტა ისე რა სტატისტიკურად და სტატისტიკით და საბაზისო მათემატიკით გამყარებული ვოდი იქნება. და ვიმუშავებ ძირითადად ფლოპზილაში. მე შეიძლება მაგ ნუ პრინციპში უნდა მეთქე რომ რამე ცოცხალი სესია მივაყოლო მეთქი, მაგრამ არ ამგონია ცოტა დიდი ვიდეო გამოვა სავარაუდოდ და ცოცხალი სესია ცალკე იყოს, მოდი. ცალკე ცოცხალი სესიები იდეაში ეგ არის, ხო ეს პოსტ-ლობექშენი არის მთლიანად ეს ცოცხალი სესიები. ასე რომ ეს ცალკე იყოს. ხო, ვიდეოს გარჩევაზე მოგობდი, ვიდეოს გარჩევა გავაკეთებ, ანუ საკუთარ ვიდეოს გავარჩევ, ენელასი იქნება აჭარაბეთი, უკვე ჩაწერილი მაქვს ეგ ვიდეო და მე გავარჩევ როცა მეცლება. დარიგებების გარჩევის ვიდეო კიდე დაიდება, რა თქმა უნდა, კიდე მაქვს ბლომად დარიგებები, გამოგზავნილი, კიდე ერთმა, ანუ power-ის დარიგებები მაქვს კიდე, რაც ვის დარიგებებს აქამდე ვარჩევდი. მაგ დარიგებებს გავარჩევ, კიდე ბლომად არის ბაზა რა. ხო, კიდე ერთმა რეგულარმა გამომიგზავნა. დაახლოებით იგივე ლიმიტების რეგულარმა რა, ანუ საშუალო ლიმიტების, ანუ ქართული რუმების საშუალო ლიმიტების რეგულარმა გამომიგზავნა ვიდეოები. და მაგასაც გავარჩევ. მაგრამ მე მაინც აი ხა მოგიწოდეთ ვინც მიყურებთ პატარა ლიმიტებიდან რა, NL5-დან, NL10-დან, ვინც ხა იწყებთ თამაშს და ასე შემდეგ, თქვენ რომ რავი, ისეთი სიტუაციები გადაიღოთ, სადაც
არ იცოდით რა უნდა გექნათ. მაგალითად ხო რა, არ აქვს მნიშვნელობა. დიდი პოტი იქნება, პატარა პოტი იქნება, ლიმიტი რა იქნება რა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი მაგალითად აი ამ პროგრამას ხმარობ, Bandicams. ამით ვიწერო ვიდეოებს და რაღაც ეგეთებს. უფასო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვეულებთან უფასო არა. და 10 წუთის განმავლობაში ვიდეოს გაწერინებს უფასოდ და თუ უფრო მეტი შეწერა გინდა, მაშინ რავი, გატეხილი ვერსიის შოვნაც შეიძლება, მე ხა სადაც გატეხილი ვერსია მაქვს. სად ვიშოვე ხოთ აღარ მახსოვს, ვიღაცამ ჩამიწერა რა. მაგრამ რავი, არ იქნება ძალიან გარკვევა, მაგრამ ნუ იდეაში იმის დარიგების შესაწერად ჩვეულებრივი უფასო ვერსიით, ანუ 10 წუთის მანძილზე იწერს და პრობლემა არ იქნება რა. ძალიან ისეთი ინტუიციურად და ადვილად მისახვედრი ანუ ადვილად მისახვედრი ის აქვს. ინტერფეისი აქვს და რავი, დააჭერ ჩაწერას და ჩაიწერს რა. აქ ორი ოპონენტი ვყავს, რავი, ძალიან ძლიერი ხელი მაქვს. და ჩვეულებრივი სტანდარტული 1/13 გავაგრძელოთ აგრესია. გაწყვილება მაინც სასიხარულო არ იყო ჩემთვის. იდეაში ახლა მე ვაპირებდი მანდ. მოდი ჰეძაფიდან ავდგები, თორე 6 მაგიდა მაქვს და არა ისედაც ჰეძაფს არ ვთამაშობ, მაგრამ ნუ აქ ისეთი ნახევარ რეკრეაციულ მოთამაშე და შეიძლებოდა, მაგრამ ანუ მაინც 6 მაგიდა მაქვს და არ მინდა. აი გაწყვილებულ ბორდზე მოდი აღარ გავაგრძელებ აქ რა თამაშს რა. მე ვაპირებდი დაჩეკვას იდეაში, თუ ჩეკავდა მეც დავჩეკავდი და უბრალოდ ექვის რეალიზაციას გავაკეთებდი. აქ ტრიბეთზე cold call-ი, ფიქრობ რომ აქ მე მაქვს აუცილებელი cold format-ი, მაგრამ აი ხა push თუ მივიღებ, აი მაგ push-ზე რაც გავაკეთებ უკვე გადასაწყვეტია. იმიტომ რომ სხვადასხვა ფერის ტუსკაროლით რამდენად კარგად გავარ აქ push-ებთან და წარმოქმნა არ მაქვს. ნუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აი რომ ეკითხათ როგორ გინდაო მოხდესო როგორც ვეტყოდი ეგრე და აქ ხა კაროლ ყავიც მე მაქვს და მოდი აქ რავი მე მგონი ჯობია მე დავჩეკო და ნახოთ რა იქნება. იმიტომ რომ აქ ოპონენტთან შეიძლება იყოს რაღაცა დამები ვალეტები რაღაცებზე გავსიხელები და შესაბამისად ნუ აქ ან უნდა ოლინი გამეკეთებინა ახლა ეს პიარი ერთზე ნაკლები რახანაა ან ჩეკი და რავი გავაკეთე ჩეკი აი ამ საიზინგზე მე მგონი ოპონენტს დიდად არაფერი არ ექნება ხოლმე. მაინც ორი ოპონენტია. მოდი აი დავავლინოთ რა. ეს მაპროვოცირებელი საიზინგია. ვინც შეიძლება რამე იყოს რაღაცა ტუზდამან რაღაც ეგეთი. ეს რეიზი იყოს. ეს დამაცხიანი, მაგრამ არა უშავს. იდეაში ეს დარიგება შეიძლება არ გავათამაშე მაინც ოპტიმალურად ეს ჩემი ტოპ-წყვილი, მაგრამ რავი, რა შეიძლება ითქვას. აი, მაგალითად ესეთი დარიგება. ჩვეულებრივ ეხა ესეთი დარიგება რო გადაიღოს ვიღაცამ გამომიგზავნოს, რავი, საინტერესო იქნებოდა. ეხა მაგალითად ეხა ამ დარიგებას მე არ გადავიღებ, მაგრამ ისეთ გადაღებული არაა პრინციპში. მე რაღაც შეიძლება რაღაც ფლობზილაში ცოტა დავათვალიერო რა, როგორანაირად აი რა შემეძლო გამეკეთებინა როგორ და რანაირად რა. ანუ დაახლოებით ეგეთ რამეებს გულისხმობ რა. ეგეთი შეკითხვები თუ გექნებათ, გამოგზავნეთ ხოლმე დარიგებები დიდი სიამოვნებით გავარჩიო. იგივე შემიძლია თქვა ვიდეოზე, თუ უნდა გექნებათ სურვილი, რა ვიდეო ჩაწეროთ მაგალითად. ეხლა ზოგადად ეს ესეთი პოკერის სამყაროში ძალიან ისეთი მიღებული პრაქტიკაა, რომ ანუ ადამიანი რაც ჩაიწერს თავის ცოცხალ სესიას, ტრენერთან წაიღებს და ტრენერთან ერთად გაარჩევს. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ძირითადად როგორც ასეთი ფასიანი სერვისია რა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ YouTube კონტენტს ახლა ვაკეთებთ. შეგვიძლია გავაკეთოთ უფასოდ. თუ ვინმე სურვილი ექნათ მომწერეთ მაგასთან დაკავშირებით. ჩაიწერთ ცოცხალ სესიას. 1:40-50 წუთის მანძილზე რა ლიმიტსაც თამაშობ. NL5, NL10 რავი, რაც იქნება რა ლიმიტიც იქნება. სასურველია დაბალი ლიმიტები და სადაც მე
ანუ ასე ვთქვათ, რაღაცა თავდაჯერებული კომპეტენცია მაქვს და შემიძლია მართლა რაღაცა კარგი რჩევები მოგწე რა. ან რავი, შეიძლება რაღაცა ჩვეულებრივი მაღალი ლიმიტებიდანაც და შეიძლება ერთად გავარჩიოთ დაუშვათ. ეგეც საინტერესო რომ ერთად გავარჩიოთ დაუშვათ იქ რაღაცა თან ვილაპარაკოთ აი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკაზე რაღაცა. და ეს სწორედ ეს ლოგიკა, ან გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა რაღაცა გავასწოროთ რა. აზრები გავცვალოთ რაღაცა. საერთოდ ეგრე ხდება პოკერის სამყაროში, ეგრე ხდება განვითარება, ეგრე ვითარდებიან მოთამაშეები. და ასე შემდეგ. ჩვენც ანუ თუ გვინდა რომ განვითარდეთ, რაღაცა მსგავსი მოგვიწევს რა. ზოგადად მარტო პოკერში არა რა, სხვა სფეროებშიც თუ დავაკვირდებით ადამიანები ან წარმატებას აღწევენ ერთმანეთთან თანამშრომლობით და რაც გუნდური მუშაობით, ტრენერებთან მუშაობით, მასწავლებლებთან მუშაობით, აი დაახლოებით აი როგორი თემაა, იცი, აი ინგლისური სწავლა რო გინოდეს რა ადამიანს შეიძლება დაჯდე რაღაც YouTube-ზე უყურო ვიღაცა ინგლისურის მასწავლებლებს რაღაცა იჯდე ChatGPT-ს ელაპარაკო რაღაცა და ადრე თუ გიან ბოლო ისწავლი რა ინგლისურს, მაგრამ სად ეხა რო ადგე და ვიღაცა ასე ვთქვათ ეს ასე speaking body გაჩითო და იმასთან ერთად ილაპარაკო, ერთმანეთს ელაპარაკოთ და მასწავლებელთან იარო დაუშვათ, ხო? ბევრად უფრო ეფექტური ვარიანტია რა. დაახლოებით იგივენაირად მუშაობს სხვა მიმართულებებითაც განვითარება, სწავლა, განათლება და ასე შემდეგ. მე აქ კი მოვყევი ყველაფერი რაც აზრად მომივიდა, მაგრამ ნუ დარიგებს დიად არ ვაკომენტარებ. მაგრამ არა უშავს რა, ისეთი ექშენი არ ყოფილა. წერან გავხსენი რაღაც მაგიდა მე ვფიქრე დავიმატებ მეთქი რა და ედელც მაგიდა იყო და განახებთ აი პროსტა. არა, ეხა კიდე რაღაცა მოიხოდა ეს მაგიდა რაღაცა. ხალხი არის. წერან აი როგორი პონტი იყო, იცი, მაგიდა გავხსენი და ხალხი იჯდა რაღაც ყველაზე მეტი ფული ტიპს 2 და 40 ქონდა, 1-4 კაცი იჯდა და მეთქი რა ხდება. აი ეგ არის მინუსი ამ ხო აქ კიდე არ მუშაობს ისა, პოტბეთი არ მუშაობს რა. არ უბრალოდ ეხა იმუშავა, მაგრამ აი მე გეტყვით რა შევამჩნიე რა. აი ნახე. აი პოტბეთი. დავაჭირე პოტს და წესით აქ სამნახევარს უნდა აკეთებდეს რა. ანუ პოტბეთი პოკერში შემდეგნაირად შეგვიძლია დავიანგარიშოთ. ანუ ყველაზე დიდი ფსონი ამ შემთხვევაში big blind-ი, მაგრამ თუ სხვა ფსონი იქნებოდა სხვა ფსონი, ყველაზე დიდი ფსონი გაროლებული 3-ზე და პლუს მკვდარი ფული რა. ამ შემთხვევაში big blind-ი გაროლებული 3-ზე და პლუს მკვდარი ფულის სახით small blind-ი. ანუ სამნახევარი პრეფლოპზე. ესე ანგარიშდება პოტბეთი. და ამ პროგრამას ეს პროგრამა მარტო მკვდარ ფულს ანგარიშობს რა და ეხა ერთ ნახევარია მკვდარი ფული და ნუ მინიმალური ფსონი რახან 2-ია. ეგ არის და ეგ რა. მაკეთებინოს მაგას. აი NLAS-ის მაგიდა მოიხო და აბა ერთად შევიხედოთ რა ხდება. აბა NLAS მაგიდა. აი ესე გადმოვიდა ნახეთ, პარა. ეს რეგულარი რომელმაც დასტარტა, ეს ოპონენტი, რომელიც აქაც ის, მოდი მონიშნოთ. ესე მონიშნოთ. რაღაც ცოტა ისეთ დიდად ყვითელი არაფერს არ ნიშნავს ჩემ წარმოდგენაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიგულისხმებ, რომ ეს არის ესეთი რა, ცოტა არატრადიციული რეგულარი. ესე დავახაზიოთ. აქ მოდი ჯერჯერობით უბრალოდ დავქოლოთ და ვნახოთ რა იქნება. აქ დავყაროთ. რაღაც უცნაური დარიგებაა, ძალიან ბევრი ვართ რაღაც. ჩემი დამავალეთი აქ რამდენად კარგად დგას. საეჭვო საკითხია, თუმცა ორხრივი სასრიტე მაქვს. აი როგორი სიტუაცია იცი? ორხრივი სასრიტე კი მაქვს, მაგრამ ერთი შეიძლება ვაფშე დრომინგ დედი ვარ. იმიტომ რომ დრომინგ დედი ალბათ მიხსენებია რომ ნიშნავს სიტუაცია სადაც აუტები არ აქვს რა. იმიტომ თუ დამაშილება იყოს ოპონენტთან. მეორეც ერთი შეიძლება გავსტრიტო და არაფერ არ გადამიხადოს, იმიტომ რომ ჩემი აუტი ექშენ კილერია თან და ისე კიდე ყოველთვის ის უკან იქნები და ასე რომ აი კი შეხედავ და ერთი შეხედვით რაღაც კაი კარტია ნახევარ პოტს გამოდის ოპონენტი შეიძლება ან თითქმის რაღაცა ჩვეულებრივად ინტუიციურად ჩვენც სათამაშო სიტუაციაა, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაა სიამდილეში.
ეს ოპონენტიც დაახლოებით იგივენაირად მომნიშნავ, ანუ სავარაუდოდ რეგია, მაგრამ აი ცოტა ისეთი რეგია, 4 ნახევარი big blind-ით რო იხსნება UTG-დან მეთქი, ხო? ეგრე დავახასიათე და აი კიდე ერთი რაღაც გავს რეგულარი გავჭითე. Sagaz სხვა მაგიდადეც მიჭდა და ეხლა აღარ მახსოვს საათ. ვეღარ ხედავ. არა უშავს. ხო, 40 წუთი გავიდა ამასობაში. რავი, რუმზე ვილაპარაკეთ. რაღაცები გასასწორებელია რუმზე. ამ რუმში პირველ რიგში აი ეს ქაოსი არის გასასწორებელი ჩემს მაგიდებიდან, რომ ეს რაღაცა ზედმეტი ლიმიტები და ეს ფორმაქსები და რაღაცები რომ მოაშორონ, ძალიან კაი იქნებოდა. ეგ ერთი, მე ეს რაღაცა ელემენტარული რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები რო გაასწორონ, მინიმალური ბაინი რო 40 ბლაინდი იყოს, როგორც ყველა რუმშია და რავი, მე მგონი ძალიან პერსპექტიული რუმი იქნებოდა ეს, იმიტომ რომ რავი, კარგი რეიქბექია. ხო, არის რაღაცა აქციაც სხვათა შორის. ეს არ განახეთ. აქ რაღაცა ესეთი ლიდერბორდია. რომელშიც ხა 129 ადგილზე ვართ, იმიტომ რომ უკვე რაღაც ქულები დავაგროვეთ და მაგრამ მაგ ლიდერბორდების მე რავი, ჩემ პოკერის კარიერაში მეგონი არც ერთ ლიდერბორდში არ მოხვედრილ ვარ საერთოდ. ანუ რავი, ისეთი ხალხი ხდება ხოლმე, რომლებიც ძალიან ბევრს თამაშობენ რა და მე მაგდენს ანუ თითქმის არასდროს არ თამაშობ. არა, მოხვედრილ ვარ ისე ვთქვი ხა, ვიხუმრე, მაგრამ ანუ მართლა რაღაცა სერიოზულად მაღალ საფეხურებზე რაღაც ტოპ 3-ში და რაღაც ეგეთში არასოდეს არ მოხვედრილ ვარ. არც ტოპ 5-ში რა, ისე რაღაც შესულ ხომ რაღაც ლიდერბორდებში. აჭარაზე ძირითადად. ბევრში არა ცოტა შორის. ბევრში არა, 1-2 ალბათ. არ მიყვარს ამ ლიდერბორდზე თამაში, არ მიყვარს. ძალიან არ მიყვარს თან. აქ ეხა თან ისეთი თემაა, რომ N50-ით ლიდერბორდში სავარაუდოდ ვერც უნდა მოხვდე, იმიტომ რომ ეხა ეს მოთამაშეები არიან. ნახეთ ეს მოთამაშე წეგან. რა გვეჯდა. აი ეს რეგულარი. ანუ იმას გულისხმობ, რომ ეს მოთამაშეები რომლებიც ლიდერბორდში ხდებიან. ძირითადად მაღალ ლიმიტოსაც თამაშობენ, ანუ ერთნაირად ჯამდება რა ეს ლიდერბორდები. ანუ ლიმიტების მიხედვით არ არის, ანუ აი NL500 heads-up-ს რო თამაშობს ტიპი, შენ იმასთან მოგიწევს შეჯიბრება რაღაცა NL50 6 max-ით, რაც ანუ შეუძლებელია, რომ რამენაირად აჯობო რა, იმიტომ რომ ხო წარმოგიდგენია იმის ერთი დარიგება 10 შენ დარიგების RX წერს და თან კიდე ის თემაა, რომ ის heads-up-ია და ყველა დარიგებაზე ეგ შენია რა, სიტყვაზე და აი ეგეთი პონტია და მაგაზე ორიენტირებული მე არ ვიქნები. მოდი ტრიბეთი ჩვეულებრივი სტანდარტული. მოკლედ მე მგონი ყველაფერი თქვი რა, რაც მინდოდა მეთქვა. კიდე აქაც ვიტყვი ბარემ იმაზე. აი მოდი ტურნირების გრაფიკში არ გადავედი წეგან, მაგრამ მოდი მაინც გადავალ ხა და აი რაღაცა ეს მანკიერი რაღა და აი ხო ხდებით რაღაცა უშნო ტრადიცია რომ ეს ტურნირების ფორმატები ერთმანეთში აურიოთ და რაღაც ახალი გამოვიყვანოთ ჰიბრიდული ტურნირი, ამათაც აი აჭარასი არ იყოს აქვთ რა, აი მაგალითად რეენტრიც არის და rebite, რომელიც გაგიხარდება, ხვდები, ანუ ხო და რატო რა, ანუ იყოს თუ რეენტრი ტურნირია, იყოს რეენტრი ტურნირი, რაღაც უნდა ის rebite, ხო, ანუ რავი, არ ვიცი. თუ არა გააკეთე ჩვეულებრივი კლასიკური rebite-ედონი ტურნირი, რომელსაც ვითამაშებთ უკვე rebite-ედონ პრინციპებით, ანუ იმ სტრატეგიითაც ეგ rebite-ედონი თამაშობს რა. ეხა გამოდის რომ მაგალითად ტურნირი აწერია 50 ლარიანი, მაგრამ rebite რა ხან აწერია ჩათვალე რომ ეს არის 100 ლარიანი ტურნირი რა. თუ ედონიც აწერია, მაშინ 150 ლარიანი ტურნირი, ეგეთი თემა. რატოღაც ამ ქართულ რომებში არის ძალიან ძვირიანი ტურნირები. უბრალოდ ანუ ცოტა იაფიანი ტურნირებიც არის რაღაცა 20 ლარიანი და რაღაცა 4 ლარიანიც. მაგრამ აი ეს ცოტა იაფიანი, ოდნავ იაფიანი ტურნირები, ხო? აი 20 ლარზე ქვემოთ თუ არის, ხო? უკვე უნდა გააკეთონ, ხოლმე რატომღაც აი რაღაცა ჰიპერტურბო ორმაგი rebite, ედონი, ყველაფერი, კაროჩე აი რაღაც ისეთი უნდა გააკეთონ ხოლმე, რომ საბოლოო ჯამში ის უარესად ძვირიანი გამოვა რა. ისეთი რაღაცა ჩვეულებრივი ნორმალური სტრუქტურის იაფიანი ტურნირს არ აკეთებენ რატომღაც.
ერთი 100 ლარიანი ტურნირები საშუალოდ არის რა, ნორმალური 100 ლარიანი ტურნირები არის. აჭარაძეც და აქაც. ასე ვთქვათ, საშუალოდ რო 100 ლარი ღირს ეგეთი ტურნირები შეიძლება 50 ლარი ეწეროს ბაინი, მაგრამ ეს რებაია და ну დაიმატო ის რებაი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უპირატესობის დათმობა მოგიწევს. მაგაზე ბევრჯერ მილაპარაკია. კარგი, მოდი დავამთავრებ ახლა ეს 45 წუთია ვთამაშობთ ლიდერბედზე. ნახოთ, შევხედავ, ვითამაშებ ამ რომში ცოტა ხანი, ამ დეპოზიტის ბონუსს გამოვიმუშავებ და მე შევხედოთ რა, ღირს დარჩენა არ ღირს და საუბრობთ ისე მექნება რა, ანუ წყალში ვითამაშებ აჭარასთან ერთად რა. აქ მე ვარ small blind-ი და მატრიბეთებს 4x-ით big blind-ი, ხო? 4x-ით რიბეთის წინააღმდეგ უპოზიციოთ არ შევალ, მოდი ამ ჰენდით დავიჯერებ დავყრი. კარგად ზანდებოდეთ.